თბილისის მერს დავით ნარმანიას ვკითხავთ დეტალებს, რომელიც დღეს ჩვენი სტუმარია. ბატონო დავით, გამარჯობა. საღამომშვიდობისა, მოგესალმებით. ბატონო დავით, მე მაქვს ესეთი კითხვა, გარდა ტურისტული ინფრასტრუქტურისა, რომელზეც საუბარი იყო ჩვენ სიუჟეტშიც, როგორ მოხდება ქუჩების რეაბილიტაცია? ალბათ უფრო სახლები აინტერესებს კონკრეტულად ამ ქუჩების მოსახლეობას. ეს იქნება მხოლოდ ფასადები და ეზოები, თუ მოხდება სრულყოფილი რეაბილიტაცია, რომელშიც იგულისხმება ალბათ ამ სახლების გამაგრებაც? მნიშვნელოვანია ის, რომ მხოლოდ ფასადები არ წესრიგდება და წესრიგდება მთლიანად მიმდებარე ინფრასტრუქტურაც და აგრეთვე სახლების გამაგრება მოხდება იმ ნაწილში, სადაც ისინი საჭიროებენ გამაგრებას. ამიტომაც მნიშვნელოვანია ის, რომ პირველ რიგში სახლის მდგომარეობიდან გამომდინარე ხდება მისი მდგრადობასთან დაკავშირებული კომპონენტის მოწესრიგება, ხოლო ფასადი და ვიზუალური მხარე, ვინაიდან 45 სახლიდან 38 არის ისტორიული ძეგლი, რასაკვირველია, ძალიან სკრუპულოზურად გაკეთდება და მოწესრიგდება ფასადიც. თუმცა მხოლოდ ამას არ ითვალისწინებს სამუშაოები ითვალისწინებს აღმაშენებლის გამზირზე მთლიანად მიწისქვემოთ არსებული კომუნიკაციების გამოცვლას, როგორიც არის წყლის სისტემა, გაზმომარაგების სისტემა, ელექტროენერგიის მიწოდების სისტემა, ამის შემდეგ აღდგება რასაკვირველია გზა, მოიწყობა ტროტუარი, მოიწყობა ისეთნაირად ეს ყველაფერი, რომ ადაპტირებული იყოს შეზღუდული საძებლობის მქონე პირებისთვის, ეზოებში და რამდენიმე ადგილას, სადაც დამატებით გამწვანების კომპონენტის შეტანა არის შესაძლებელი, რა თქმა უნდა, იქ დაირღვება ხეები და კეთილმოეწყობა რამდენიმე სკვერი და შესაბამისად ამით მწვანე კომპონენტი შეემატება ამ უბანს და ნამდვილად აკლია ამ უბანს ამ ეტაპისთვის მწვანე კომპონენტი, ასე რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი და მოცულობითი პროექტია. დიახ, ბატონო, ახლა კადრებს უყურებთ იმეს თქვენთან ერთად და არ ვიცი მომეჩვენა თუ არა, შორს დგას ჩემთან ცოტა მონიტორი, მაგრამ თითქოს ერთი ქუჩა გადაიკეტება და მანქანები აქ აღარ ივლიან, ესე იყო თქვენ გრაფიკაში ჩაშლილი. ეს ერთის მხრივ ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ მეორეს მხრივ თუ ეს ასე იქნება, რა თქმა უნდა, ხომ არ შეიქმნება დამატებით საცობების პრობლემა ისედაც გადატვირთულ ქალაქში? ჩვენ მშენებლობის პროცესში მოგვიწევს აუცილებლად აღმაშენებლის გამზირის ერთი ნაწილის დაკეტვა და ნაწილობრივ ეს უკვე დაკეტილია, მხოლოდ იქ მუნიციპალური ტრანსპორტი მოძრაობს. ამ ეტაპზე ჩვენ ერთის მხრივ დავაკვირდებით ტრანსპორტის ნაკადებს, საპატრულო პოლიციასთან ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობთ. არსებული ნაკადები რასაკვირველია დათვლილია და სიმულაციის მოდელი გაკეთებულია, თუმცა ამ რამდენიმე თვის განმავლობაში, როცა ეს ნაწილი იქნება ჩაკეტილი, ჩვენ დამატებით ვნახავთ, რომ ალტერნატიულ ქუჩებზე ტრანსპორტის გადართვის შედეგად არ შეიქმნას საცობები და თუ ეს ყველაფერი ნორმალურად წარიმართება, ესეთ შემთხვევაში ფოსტიდან ზარბრუკენის მოედნამდე ვფიქრობ, რომ დავკეტოთ აღმაშენებლის გამზირი და იყოს საფეხმავლო. ეს ერთის მხრივ კარგია ეკოლოგიური თვალსაზრისით, მეორეს მხრივ მნიშვნელოვანია, რომ ეს საშუალებას მოგცემს გაზაფხულის, ზაფხულის და შემოდგომის სეზონზე გარეთ იყოს კაფეები და ადამიანების განტვირთვისთვის მნიშვნელოვანი დამატებითი სივრცე შექმნათ. სამანქანოგზას სად გადაიტანთ ამ შემთხვევაში? და შესაბამისად რასაკვირველია მოძრაობა გადართული იქნება ალტერნატიულ მიმდებარე. რომელ გზებზე გადაიტანთ მოძრაობას? ეს იქნება ერთის მხრივ სანაპირო და შემდეგ მიმდებარე ქუჩები, რათა მუნიციპალურმა ტრანსპორტმა და სხვა სატრანსპორტო საშუალებებმა ალტერნატიული საცობები არ შეიქმნება, თქვენ შეგიძლიათ თქვა. ამ ეტაპზე არსებული წინასწარი ვარაუდით, ანუ დამატებით მნიშვნელოვანი დატვირთვა პარალელურმა ქუჩებმა არ უნდა მიიღონ და უნდა გაატარონ თავისუფლად ეს ტრანსპორტი. ვნახავთ, დავაკვირდებით აუცილებლად. თავარი იქ არის ის, რომ ამ მონაკვეთის ჩაკეტვასთან ერთად სამი ჩამომავალი პატარა ქუჩა იკეტება ჩუღურეთის ზემოთა ნაწილიდან და გადაერთვება მიმდებარე ქუჩებზე მოძრაობა. ამიტომაც ამას კომპლექსურად ვნახავთ მთლიანად მშენებლობის პროცესში და თუ პრაქტიკულად უკვე კარგად გადალაგდება სატრანსპორტო ნაკადები და არსებული ასე თქვა თეორიული გათვლები და პრაქტიკა ერთმანეთს დაემთხვევა, ესეთ შემთხვევაში იქ რაიმე არსებითი პრობლემა არ შეიქმნება და საბოლოოდ შემდეგ უკვე დავკვეთავთ. გასაგებია, სპეციალურ საჭიროების მქონე პირებისთვის თუ არის გათვალისწინებული ინფრასტრუქტურა? მნიშვნელოვანია ის, რომ პროექტები, რომელიც ჩვენ მოვამზადეთ, ითვალისწინებს ადაპტაციას, ანუ ტროტუარები და სხვა საჯარო სივრცეები იქნება ადაპტირებული შეზღუდული საძებლობის მქონე პირებისთვის.
დიდი მადლობა. ბატონო დავით, მე სხვა თემაზეც მინდა რომ მკითხოთ, დღეს საკადრო ცვლილებებზე იყო საუბარი მერიაში, ამაზე გვაქვს შემდგომი სიუჟეტი თქვენს მერე და ოპოზიციის ნაწილმა არ დაუჭირა მხარი თქვენს მერე წარდგენილ კანდიდატს, მიუხედავად ამისა, ის მაინც დაამტკიცეს. ოპოზიცია მუდმივად საუბრობს მოხშირებულ საკადრო ცვლილებებზე დედაქალაქის მერიაში. რა შეგიძლიათ ამაზე თქვა? პრეტენზიები ისმის ხოლმე საკმაოდ ხშირად. თბილისის მერია ერთ-ერთი დიდი ორგანიზმია, შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე დიდი საჯარო დაწესებულება, ამიტომაც კადრების მოძრაობა ბუნებრივია, ზოგ შემთხვევაში ეს დაკავშირებულია დაწინაურებასთან, ზოგ შემთხვევაში სხვა სამსახურში გადაყვანასთან, ან სხვაგან გადასვლასთან, ასე რომ რაიმე ეს თქვათ განსაკუთრებული აქვს და სხვებისგან განსხვავებული ნამდვილად არ ხდება, ამ ეტაპზე წარმოდგენილია ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატურა თბილისის საკრებულოში დასამტკიცებლად. ეს არის და ეს. კიდევ რა ცვლილებები იგეგმება მერიაში? დროთა განმავლობაში შესაძლებელია ასევე იყოს გარკვეული ცვლილებები, ბუნებრივია, როგორც უკვე ხაზი გაუსვი, მერია დიდი ორგანიზმია, ცოცხალი ორგანიზმია და პერიოდულად შესაძლოა გადაადგილებები იყოს საჭირო. კარგი, დიდი მადლობა, დაგემშვიდობებით, დედაქალაქის მერი დავით ნარმანია იყო მოამბის სტუმარი.